Რაღაც სახში. ეხლა ჩვენ იცი რატო გვიწევს აი ამ სიგიჟეზე ლაპარაკი, მაგალითად ამ MMA-ის მებრძოლების რაღაცა დაანონსებულ პრეს-კონფერენციით დაანონსებულ ძალადობაზე. იმიტომ რომ აი ეს გადავფაროთ. სახელმწიფოს გულგრილობა დანაშაული ცხადია ეს არის თემა და იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ეს ბავშვი აქციებში მონაწილეობდა, პოლიტიკური ოპონენტი იყო, ის ქალი ტაქსით რომ მიდიოდა და ბრმატყვია რომ მოხდა, პოლიტიკური ოპონენტი იყო. ოღონდ აი ზუსტად ეს ადამიანები ხდებიან ყველაზე მოწყვლადები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესშიც არ არიან ჩართული, იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც დაიჭირეს, ეს ხალხი ყურადღების ქვეშ მაინც ყავს. რაღაცა ცხელი ხაზი არსებობს, დაგვირეკავენ, ადვოკატით დავეხმარებით, რაღაცას ვიზავთ, ანუ ყურადღებას ვაქცევთ იმათ, ვინც აპროტესტებს. და აი ამ ადამიანებს რიგითებს, რომლებიც არაფერში არ არიან საერთოდ ჩართული და ხორავას ქუჩაზე შეიძლება ტაქსით მიდიოდე და ბრმატყვია მოხდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოს არცალია იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, რომ მოქალაქეებზე იზრუნოს და ამის ნაცვლად მიტრიალებულია და ივანიშვილის დინასტიის რაღაცა იმას იცავს, რა ქვია, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას იცავს. ანუ ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. შენ გოგონია მერაბ, რომ აქამდე სხვა ხალხი გვცემდა? როცა გვცემდა კორცხელში გოგონია სხვა ხალხი გამოიყენეს მანამდე. იქ რაღაცა 8 თებერვალს 2013 წელს სხვა ხალხი გამოიყენეს. უბრალოდ მაშინ არ ჭირდებოდათ ამის ბრიფინგებით და ანონსება, იმიტომ რომ უფრო ძლიერ პოზიციაში იყვნენ და ახლა სჭირდებათ, ანუ შენ რო ადამიანის ცემა, აი დაფიქრდი შენ თვითონ რომ ადამიანის ცემა რო გინდა პრეს-კონფერენციას აწყობ თუ მიდიხარ და ცე. ანუ ეს პრეს-კონფერენცია რატო დაჭირდათ ეხა ეს ასე ინსტიტუციონალიზაცია? ჩვენ ჩავარდეთ პანიკაში, შიშის კულტივაციით მართავს ეს რეჟიმი, ხო? როგორც ომის შიშის კულტივაციით ცდილობს გადაიტანოს ჩვენი ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულ მისიას და ჩვენს ისტორიულ ადგილს კარგავთ საერთოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმით და ევროპისთვის ზურგის შექცევით, ზუსტად ესე უნდა, რომ ყურადღება გადაიტანოს